მოკლედ დღეს ჩვენ ვითამაშებთ თამაშ სიმართლე თუ მოქმედება. ხო ეგრე ქვია? კი. ნახოთ აბა ვინ რას როგორ შეასრულებს და ვინ რას როგორ გააკეთებს. ცოტა შორის არ დაგავიწყდით არხის გამოწერა სარის გააკეთება და ლაიქება თუ მოგეწონებათ. სრულად ნახავთ ვიდეოში. და კიდევ 500 გამომწერზე ვასრულებთ განსაკუთრებულს და განსხვავებულ ჩელენჯს. რა ჩელენჯს? ამას ნახავთ ჩელენჯში. როგორც კი 500 გამომწერზე ავალთ, გავაკეთებთ არამხმეტყვილად სიგიჟე ჩელენჯი. მოგე? ესე იგი მევაწვიავთ, ხო ეგრეა? აი ხარ ეს მეგობრებო ბორბალი. სისფერიფერის არის ჩემი და წითელი არის საბასი. იქ კამერაში რო გამოჩნდეს, სისფერი მოუწევს ჩემია, წითელი მოუწევს საბასია. და ვიწყებ. 3 2 1 წავიდა. აი, გამოუწევა ხო? ირაკი, ანუ მე. სიმართლე თუ მოქმედება. სიმართლე თუ მოქმედება, სიმართლე თუ მოქმედება. მოდი, მარტივი დავიწყოთ, შენ სიმართლე იყოს. რომელ წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა? მე ვიცი. კარგი, ესე იგი ხო, ესე იგი, რომელ წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა, ხო გითხარ? ხო. დიდგორის ბრძოლა მოხდა 1121 წლის თუ სწორად მახსოვს 12 აგვისტოში. ხო. კი ბატონო. კი, sorry. ეხლა შენადიალებ. მიდი? მე საბა, ანუ ხო? სიმართლე თუ მოქმედება. სიმართლე თუ მოქმედება, დააჭი. მე სიმართლე? როგორ და რატომ ხდება ისე, რომ რაღაც რაც შენ გაბედნიერებს, სხვისთვის არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავს? ეს თო ისეთი კითხვაა, რაღაც განსხვავებული კითხვაა და რავი, როგორ ვფიქრობ შენ, როგორ რატო ხდება ისე, რომ სხვისთვის არაფერს ნიშნავს ის, რაც შენთვის ბედნიერებას ნიშნავს? მაგალითად მე ვსწავლობ თეატრალურზე და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ ნიშნავს, რომ წარმატებული და ცნობილი გავხდები და სხვისთვის, რომელიც სხვა სახეობაზე დადის, მისთვის არაფერი არ არის. მისთვის უბრალოდ მოსაწონია, ხო, ჯახტაში და მოჭა გათხოვდა, ხო ეგ არის? ხო, მისთვის უბრალოდ ეს ასე, სანახაობა. ბუნებრივი ასეა, კი ბატონო, კი. კარგი. მისაღები პასუხია. ეხა მევატრიალებ. მე ისევ საბა. აი მეგობრებო, ისევ საბას მოუწია. სიმართლე თუ მოქმედება? სიმართლე? ხო. მოქმედების გეშინია თუ რა არის? ეს სიმართლეა, უფრო მარტივია. ვინ არის ადამიანი, ვისთან ურთიერთობასაც ნანობ? ვინ არის ადამიანი, ვისთან? შეგიძლია სახელია და ასახელობა და ვიცი, უცილებელი არ არის, სამხერხულია. არის ასეთი ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობას ნანობ? კი. კი? სკოლელი. ძალიან ცუდი, თუ არის. კარგი, რაღაც გულწრფელი პასუხი უნდა იყოს, ჩავთვალოთ, კარგი. იმედია გამოგისწორდებათ ურთიერთობა და იმეგობრებთ. ხო. ალბათ ყველას გაგვაჩნია მსგავსი ადამიანი, რა ვიცი. ანუ ეხა ნორმალურად ვართ, მაგრამ არ მინდოდა რა მეგობრობა. მოხდა ეგეთ. არა უშავს, კაი, მაგი არ არის აუცილებელი, რომ გარავცო. ეხლა ჩემი ჯერია მგონი. დაატრიალებ? ახე? შენ. აჰა. ვანახავთ კამერას ირაკლი. სიმართლე თუ მოქმედება? მოქმედება იყოს. და. იმღერე ჭრელო პეპელა თავისი გაფორმებით. გაფორმებით რას ქვია ეს რანაირად? იმღერე რა უბრალოდ. გაფორმებით? კაი, გაფორმება ალბათ რადგან მუსიკოსი ვარ, იმას შევასრულებ. ჭრელო პეპელა. კაი, გასაგებია. ნუ ჩემი ყლოყინით ალბათ დავაფრთხო ხალხს, მაგრამ არ უშავს. გაუძლებელი რამოდენიმე წამი. ჭრელო პეპელა გაფრინდილე დინელა დელიავრანული. ამღები დელიავრანული. მაგრამ გაფორმება რა არის? ასე უნდა დაუბრალთ, ჭრელო პეპელა. კაი რა, ვეღადავები? კაი, სო. კარგი, მოიცა, შესრულებულია, ხო ეგრე? კი. ახლა მევატრიალებ. აჰა, მადლობთ. შენ ხარ შენ. აპლიკაცია ირაკლი, სიმართლე თუ მოქმედება? მოდი ახლა სიმართლეს დავაჭერ. აი. გახსოვს 5 წლის წინ ის დღე, როდესაც ყველაზე მაგარი გაბრაზებული იყავი? აქვს თუ არა იმ გაბრაზებას ახლა რაიმე მნიშვნელობა? აი. 5 წლის წინ რაზე გაბრაზდი მე რა მახსოვს. გულ გავიხსენე. არა ვიცი რა.
აი ისე პრინციპში გამახსენე, კი? არის, მაგრამ მნიშვნელოვანი არა უკვე. კი, იყო. სწორი პასუხი იყო. კი ბატონო. ეხლა შენ ჯერე დადიან. შენ. მე ვარ ისე ვირაკლი აწერია? კი. აი მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავჩვენებთ. ხო, ისე არ გავიწყებთ არხის გამოწერა და 500 გამომწერზე პირობას ვდებთ, რომ არ ამქვეყნიოთ სამაგარ ბომბა ჩელენჯ გავაკეთოთ. ხო ეგრეა? კი. ასე რომ იაქტიურეთ, გავიდეთ 500 გამომწერზე და რაც უფრო მეტი გაიჯდება არხი, მით უფრო მეტი საინტერესო და სახალისო და მაგარი ვიდეოები გვექნება და ჩემი არჩევანია უპა, ბოდიში გაითიშა. სიმართლე თუ მოქმედება, სიმართლე თუ ესა, გადის ესა. მოდი იყოს მოქმედება. წაუკითხე რომელიმეს პოეტურად ლექსში თაგონებული სახით. ვაუ. მაგარია. კარგი იყოს, არა პრობლემა, რომელი ახალ სახეობი მე ვარ რომ შევასრულო. ან რომელი galaktioni მე ვარ რომ ლექსები წერო ახლა და წაგიკითხო, მაგრამ ეთი პატარა ლექსიდან ერთ კუპლეტს წაგიკითხავ. შესაძლებელი ფასი ვინ გამაჩნია ხა, აუცილებელია რა, ცოლს წაუკითხო, შეყვარებულს, საცოლეს, girlfriends არის, მაგაცი, მეგობარი, მამა, შვილი. ამ შემთხვევაში მოიცა მოიფიქრო რა ლექს შეიძლება წავიკითხო. შეგი? აუცილებელია წავიკითხო? თუ არა და ჩემი დავალება გიწევს. არა მოსულა, სეისე დილით. არ გამეგზავნა მოკითხვა თბილი. ზე არ ჩასულა ამ ტყეებს იქით, არ ყოფილიყავ მე შენთან ფიქრით. სალოცავ ხატად რომ არ ყოლოდი, ასე გინაწი მუდამ ბოლომდე. ეს ჩემი ლექსი არ არის, ეს არის ომარ ხაიემის ლექსი, გამახსენდა უცებ. მაგრამ ამას ასე ვთქვათ, ვუძღვნით ჩემს საყვარელ შვილს. ეს შეიძლება ადამიანმა მიუძღოს მეგობარს, შეყვარებულს, გოგოს, ძმაკაცს და ასევე მშობელს და შვილს, რავი, ამიშო. ხო გიყვარს, ხო მიყვარს, ამიშულობა აქვს. როგორი სიყვარულია, მამაშვილის სიყვარულია, ასე რომ ჩამითვალა, ხო? ეგ არის. მაგარი ვარ, აი მაგარი ვარ, აშკარად მაგარი ვარ. კი. ეხა მივატრიალე. კი. კი ბატონო. შენ. ისე ვირაკლი, სადავაშავე. რა ვიცი. სიმართლე თუ მოქმედება. მოქმედება მაგისტერ დავატირე. ცეკვე break dance. ახლავე რა პრობლემაა? break dance. მოდი არ ავდგები ისე ასე დამჯდარი შეიძლება break dance ცეკვე. ის რაღაცები გავაკეთე ხო? ხო ჩამეთვალა. ეს რაღაცებს აკეთებინ, არ break dance რომელიც მოცეკვავე მივარ, ხო შევასრულე. აი. კაში. ბრავო. ცეკვე ხო იყო, ახლა შეიძლება ვერ ვდგები კაცო ფეხი მკიმა დაუბერდით, უკვე ასაკში ვარ, ჰა. მე მაგარი დავალება მოვიქცე 80 მიგაკული. კარგი, ახლა შენ ჯერია. ხო. მე საბუნია, აი. მოქმედება. აგერ არის საბას მოვიდა სიმართლე თუ მოქმედება, რომელს ეჭვ? მოქმედება. მოქმედება? შენ ხელით დაკლიკე. წაიკითხე. იღრუტუნე. არ რას ნიშნავს ეს? აი როგორც ხორი ან გოჭი იღრუტუნებს. აუ. თორემ მეგობრებო თუ არ შეასრულებს, ან ეს თუ არ შეასრულებს დავალებას, მე უნდა მივცე დავალება, ჩემი მოფიქრებული, ან მე თუ არ შევასრულებ, მან უნდა მომცეს. ასე რომ რომელი გიჩემნია, მე მოგცე თუ ამან? არა, მოსგებ. იღრუტუნე. ხო. ხუთ. ეს ხუთ არ არის. კარგი, ჩაკეთვალა, ყოჩა. აი. არა ჩოლობრივად შეასრულე ხორის როლი. კი ბატონო. ხორის როლი. კი ბატონო. ეხლა ჩემი დატრიალებაა, ხო? კი. ახლავე. ჯერ თქვენ ნახეთ, მე არ ნახავ. აუ. საბა. აუ, მოქმედება. დააჭირე შენ. დაიკითხე. მოყევი რაიმე სამარცხვინო შენი ბავშვობიდან. ვახ. რაიმე სამარცხვინო ჩემი. გაგაკეთებული რაიმე სამარცხვინო, გადაბრიო. არ ვიცი. რამე გაგიკეთებია სამარცხვინო, რო შეგცხვა. არა. მაშინ რა? ეს გონი სიმართლის იყო. ისი. სიმართლის კითხვა. მოდი გავაუქმოთ ეს არასწორად მაშინ და მივცეთ შანსი თავიდან დაატრიალოს, მიდი? მე ვარ ეხა. ხო, მიდი. შენ. რაღაცა რა, უაზრო კითხვა იყო მართლა. შენ. ირაკლი, აი, გადმოვიდა ჩემზე. სიმართლე თუ მოქმედება. მოდი ახლა პირდაპირ თვალდახუჭული დავაკლიკებს სადაც მოუწევს. არ შუაში დააკეთე. არა, აი ეს შევიჟან. აი. არა, ვერ ვაჭრე, კაი, არ უნდა მაიმუნობა, პირდაპირ დავაჭრებ, აი. სიმართლე. რა რა მოგწონს ყველაზე მეტად შენში?
შენში რა მოაქვს? ნუ მოკლედ ესეთი თემაა, როგორ თემა იცი, ახლა ტრაბახი და მარიაჟობა არ მიყვარს, მაგრამ საკუთარ თავი შენ თუ არ მოგწონს, სხვას როგორ მოეწონი, ხო ეგრეა? პირველი შენ რომ მოგეწონი შენ თავი. შენივე ნაკლოვანები და შენივე ყველაფერი, ხო ეგრეა? მოკლედ ჩემში მომწონს მეტნაკლებად იუმორის გზნობა და პოზიტიური ხასიათი. ანუ ხიარული. ხო, პოზიტივი ადამიანი ვარ ჩემი აზრით და ვცდილობ რომ ვიყო და სხვათა გადავზდო ეს პოზიტივი. ეს მომწონს ჩემში. თავისუფალი ვარ, პოზიტიური და სხვისი აზრი ჩემთვის მე უფრო რაც მე მიყვარს ვაკეთებ, რაც როგორც მინდა ისე ვაკეთებ. ჩარჩოებში რა თქმა უნდა და ჩარჩოს გარეთ წითელ ხაზს არ კვეთავ ასე ვთქვათ. მაგრამ ნორმის ფარგლებში ვცდილობ რომ პოზიტიური ვიყო, ხიარული ვიყო და ეს ხიარულება და პოზიტიური გაწყობა გადავდო ჩემს მეგობარს იქნება, შვილს იქნება, თუ ვის იქნება. შეიძლება რა აქვს. ეგ არის ჩემი თავარი ნიშა ასე ვთქვათ. მე დავაჭირო? რა პოპულარული ვარ თო? აი სიმართლე თუ მოქმედება? სიმართლე თუ მოქმედება, ირაკლი ბიძიას მოუწია. ირაკლი ბიძია. ახლა მოქმედება. გადაიღეთ ჯგუფური სელფი. ჯგუფური სელფი. ვინც ვარ აქ? ახლავე. ვინც ვარ აქ? ჩვენ ვარ აქ. მოდი გადავიღოთ ჯგუფური სელფი. ჯგუფი ქვია ახლა ორკაციან ჯგუფს. აბა, გაიღიმეთ მამაშვილის სელფი. ჯგუფური ხო ეგა? კი. რადგან გადაიღო რა გითხეს? აი გადავიღეთ. აი ვანახოთ კამერასაც. ჯგუფური სელფი შედგა. დავალება შესრულებულია. კარგი. მევატრიალებ. ახლა შენატრიალებ. მოიცა ეს სამშაბლო აქეთ გადავიდე. კარგია. ახლა შენატრიალებ. მე. შენ გამოუტალი განაჩენი. რაგი? დავატრიალებ. სიმართლე. სიმართლე თუ მოქმედება? სიმართლე. აი ბატონ საბას მოუვიდა ეს ამბავი. სიმართლე? ხო. ახლავე. დღის განმავლობაში რაზე ოცნებობ ყველაზე ხშირად? ნიუ-იორკში გაფრენაზე. ანუ დღის განმავლობაში ყველაზე მეტად ამაზე ვფიქრობ? ანუ ამაზე ვფიქრობ. თითქმის ყოველ დღე. ხოჩა, კარგია. ჩვენი ოცნება. ეხლა ჩემი ჯერია. კი. ხო თქვი ჩემი ჯერია მე. შედამოხვედი? ირაკლი მოუვიდა. მოვიდა ირაკლი შერი. სიმართლე თუ მოქმედება, სიმართლე თუ მოქმედება, სიმართლე თუ მოქმედება. აი მოქმედება. განასახიერე კაუბოი. იხტუნავი და იყვირე. იხტუნავი. იჰა! იხტუნავი. აი, კაუბოის კუდი კი მაქვს აწავა ახლა. აი გინდა იხტუნავი. მათრახის ხონდა რაღაც შხენი. არა, იხტუნავი და იხტუნავი. ვა, შხენს ვახტუნავ. იჰა! უჰუ! გამოვიდა? დაარტი. ხო ჩავაბარე, ხან თავად ცხენი არ მყავს და ის მათრახი არ მაქვს. მე ვარ ხა. რა თავალება. მე. რაშე? საბამო კი. სიმართლე. აი, რა იყო შენი პირველი შთაბეჭდილება ჩემზე? ხო, ჩემზე, რა თქმა უნდა, რა იყო შენი პირველი შთაბეჭდილება ჩემზე? შენ და მითხრა. ხო, მე გეკითხები, ასე გამოდის ლოგიკურად. რა იყო შენი პირველი შთაბეჭდილება ჩემზე? პირველი შთაბეჭდილება? ხო. რომ ხიარული ხარ? ხიარული რო ვარ, ხედავ სხვა ხის. ო, მაგრამ ხიარული ხარ ძალიან. და ეს მომწონს ჩემში ყველაზე მეტად? ხო, ყოველთვის. და ამან მოახდინა შთაბეჭდილება შენში? კი. მადლობთ. სკვამ ხიარულობა არ ვარ გემანა, ხიარულობა კარგია. კაი, მე დავატრიალებ. ხო, მე დავატრიალებ. აი მეგობრებო, ირაკლი მოვიდა. მოდი მოქმედება და სახალისო გამოვიდა რა. ცოტა მიწი გვერდში რაღაც ძალიან მომეწეპე. მოდი. ჯგუფს მიეცი უფლება გითხრან ერთი რამ რაც უნდა გაი ო, ეს არ ვარ. არა, ეს არ ვარ. არა, ეს არ ვარ. ეს არ ვარ. კუდი. ეს კუდი. ხო, ჯგუფს მიეცი უფლება მოგცენო ისა გითხრან რაც პირველი რაც უნდა გაიხადო და კეპკა. კეპკას გავიხდი ხო, მოვიხდი აი. ხო, და ეხა ის იყავ. გახდა არ ქვია, არა, ისე არა დავიხურავ ისე ჩუბობად. კეპკა გავიხადე ქვია, მოვიხადე. ცუდი გაგებით არ გაიგოთ მეგობრებო. გახდა ნიშნავს მაისურის გახდა, კეპკის გახდა, ფეხსაცმლის გახდა. და მე ცუდი მანდა მეც არა სავალდებულო ვიფიქროთ. კარგი, ისე მე დავატრიალებ, ხო? თუ არა, შენ არა, მე ვარ მე. მე. მოიცადე მე, მაგალითად სანახე შენ რო ხარ, მე. მე იცის ხარ? აი. საბა არის მეგობრებო?
სიმართლე. აი მოქმედება იყოს. დარწმუნებული ხარ? მოქმედება იყოს. ორი არჩევანი გაქვს. წითელი მწვანე, წითელი მწვანე. მწვანე. მწვანე, ანუ მოქმედება. მოქმედება. საბამ აირჩია მოქმედება. აბა წავიკითხოთ რა არის? იმღერე ჰიმნი. მიდი. ახლავე. გულზე შემიძლია არ დავიდე. რატო? აი, ახლა დავიდე. ჩემი ხატია სამშობლო სახატენ მთელი ქვეყანა განათებული მთავარი სილნახარია ღმერთანა თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უღმერთს დიდება ცისკრის ვარსკვლავი ამოდის სხვა შუა წინდება დიდება თავისუფლებას დიდება ბრავო, ჩაგეთვალა, ოჩა. აი ბიჭი ხარ. კაცო მიხელი. ეხა ჩემი ჯერია, ხო? ხო. იმღერა, შენიეროდ რა გინდა? შენ. ბატონი ირაკლის ჯერი გახავთ? სიმართლე თუ მოქმედება? True or dare? Dare. Britney Spears რომელიმე სიმღერა იმღერე? ვიდი. ვა, Britney Spears მანდა მაინც არ გვიძდები, მაგრამ აბა გავიხსენო. მოგითხათ რომ Britney Spears უსმენდა ვაიდე და ეგრე არა. ტექსტი არ ვიცი. Everybody want to too much baby. Hello rocky roll. Everybody hello rocky roll. და ეს არის უბრალოდ რომ Britney Spears ხმარმა. კაი. გამახსენდა ეს იმიტომ რომ მოქმედი ვარ მევასება როკი და ამიტომ გამახსენდა როკზე სიმღერა. მე ვარ. ჩემი ჯერია რა გინდა? მე ვარ, შენ იყავი ეხა. უი ბოდიში. იმედია ჩემი კოკინი და შეგაწუხეთ. ჯერ არ მინდა. ხარ ჩემი ჯერია მე. ჯერ არ მინდა რა. მე ვარ. True or dare, სიმართლე თუ მოქმედება. True or dare, ავირჩევ ახლა მე სიმართლეს. რას გეძახდნენ? რას გეძახდნენ ბავშვობაში? მე ვიცი. მე ბავშვობაში მეძახდნენ. ბევრი სხვა შორის ზედმეტსახელები ახლა ეს ქართულის გვახასიათებს და სასაცილო ზედმეტსახელებიც თქმა უნდა, მაგრამ ეხლა მაგ ზედმეტსახელია, მაგალითად სამსახურში მეძახიან ბანდერას. ეს მინდა აღნიშნო დიდი მადლობა ჩემ თანამშრომლებს, მეგობრებს, რადგან გიტარაზე უკრავდა, რადგან ასე ბიზელისთვის გამო ალბათ ანტონიო ბანდერასის საპრინციპო დამარქვეს ბანდერასი, არანაირად არც გავარ ბანდერას, არც საერთოდ ისე უკრავდი ხოლმე დესპერატურაა სიმღერა და ალბათ მაგითო რა ვიცი. მაგრამ ბავშვობაში ვიზახი, ბევრი ზედმეტსახელი და ჭყალებში თქვა კლეჩკა მქონია და მაქვს, მაგრამ ზოგადად თავიდან პირველი კლასიდან დავიწყეთ უკვე ზედმეტსახელების დაძახება იყო პირველი გედი ამასში დამეთანხმება ჩემი ნებისმიერი თანაკლასელი და რა ვიცი ზედმეტსახელი ყველას გვაქვს მაგრამ ეს პირველი რაც იყო რაც მან მკითხა პირველი ჩემი ზედმეტსახელი იყო გედე მე შეიცვალა და ამჯერად ახლა ალბათ ირაკლი პასპორტი ჩავიხდები თორე არა კარგია ზედმეტსახელები ასოდეს მაგარია ჩემი ჯერია ხო ჩემი ჯერია მე ვარ აჰა საბუკა მოუწია საბუნოს აი საბა სიმართლე თუ მოქმედება სიმართლე დაწუნებული ხარ სიმართლე სამაჯირო კი რა უჩუქებიათ ყველაზე ძვირად ღირებული შენთვის დრამი ხო მართალი ხარ დრამი 5000 მინდა მაგას ამიშლობა რა ღირდა მაგრამ მართალია დრამი ვაჩუქე უყიდე და დრამი ვაჩუქე უკიდეს ოთახში მოდით და ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი ალბათ სიხარული იმიტომ რომ დრამერი გახავთ იცით გადასამსახიობო სწავლობს მაგრამ გადასამსახიობო ნიჭისა დრამერი გახავთ ისა სხვათა შორის მოდით თამაშგარეთ ეხლა ეს ცოტა ხანი გადავდოთ ხო თქვენ არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა ჩვენი არხის სპონსორი გახლავთ კომპანია მერი მოტორსი დიდი მადლობა მათ შემდეგ
დიდი მადლობა თითოეულ ჩვენ გამომწერს, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, გვალაიქებს და შემდეგში უფრო კარგ კონტენტებს და ვიდეოებს შემოგთავაზებთ. და კიდევ ხაზგასმით ვამბობ იმას, რომ 500 გამომწერზე ვაკეთებთ არაჩვეულებრივ ძალიან მაგარ განსხვავებულ ჩელენჯს, რომელიც ხანდი არ გაკეთებულა, არ გაგიკეთებია. ასე რომ რეაქტიულად მეგობრებო, გამოვიწეროთ არხი და მინიმუმ 500 გამომწერზე ჩვენ შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ ბომბა ჩელენჯს. ხო, ეხლა რა მინდა რატო გავჩერდით? მოდი ახლა პირდაპირ დატრიალების garaშე ესეთი რამე ვქნათ ჩვენ. შენ ხო ხარ მსახიობი, ანუ მომავალი მსახიობი, ჯერ მსახიობი არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ უთამაშია სპექტაკლები და მოდი ესეთი ცოტა ბჭყალებში თქვა და ხიარული ჩელენჯი გავაკეთოთ გარდა ამის გადაც რა. მოქმედება გავაკეთოთ ესეთი. აი ჯერ შენ შეასრულე, მე შევასრულებ და ჩვენ შორის რომელი აი კონკურენციის ამბავში ვიძახით. ხიარულად და სასიყვარულო კონკურენცია მამადაშვილის შორის და არგოს ხიარულიც იქნება და თბილიც ძალიან ესეთი თბილი ოჯახური იდელია გამოდის ერთმანეთს შევაჯიბროთ სამით. მე მუსიკოსი გახლავართ, ესეც მუსიკოსი გახლავართ, მაგრამ პლუს ამას მსახიობი გახლავართ. ანუ მომავალი მსახიობია, ახლა პირდაპირ მსახიობობას ვერ დავაბრალებ, მაგრამ მომავალი მსახიობია და ავიღოთ ტელეფონი, მაგალითად გირეკავს ტელეფონი და შენ და შეასრულო რამე სკეჩი პატარა რამოდენიმე წამიანი და მე უნდა მივხვდე შენ რა როლს თამაშობ. გირეკავენ და რაზე გირეკავენ, ვინ გირეკავს, ანუ უნდა ითამაშო, აი თითქოს და რეალურად. როგორც ფილმში, როგორც სპექტაკლზე, აი აქ არის ტელეფონი, აიღე გირეკავენ და უპასუხე. ახლა და რა სიცოცხლე. გისმენთ ბატონო. რანაირად კაცო მე იმ კურიერს თქვენი კურიერი რო არის გამოვატანე ფული და რანაირად არ მოგიტანათ ეხლა თქვენ რაღაცას იტყუებით. ეხლა კიდე მე არ დამანაშაულოდ ეხლა გამოვატანე მეთქი და ეხლა საწავიდო და ეხლა მაგი. კარგი. ქალბატონო მე გამოვატანე მაგას ფული და ეხლა თქვენ რა ვიცი რა მე არ დამანაშაულოდ მე გამოვატანე. კარგად ბრძანდებოდი ქალბატონო. მივხვდი. ესე იგი შენასრულებდი როლს ტიპი რომელმაც გამოიწერა რაღაც ნივთი ძვირადღებული მოიტანა კურიერმა, მაგრამ გადარიცხვის garaშე ხელზე ფული უნდა მიგეცა კურიერზე. მიეცი და კურიერი დატყდა. ოხია, ხო? ხოჭა, არა უშავდა. მე უფრო მეც მოველოდი, მაგრამ ბავშვს არა უშავს. ახლა მე კი უნდა მაჯობო, იმიტომ რომ მე სამსახიობო ნიჭი არ მგონი მქონდეს. ეხლა ჩემი ჯერია, ხო? ნახოთ. დიახ, ისმენ. როგორ რა? რა შაურმა გამოვიძახე, კარგად ხარ? მოიცა, თქვენ გინდათ თქვა რომ ჩემ კარებთან გახართ შაურმით ხელში? არა გეშლებათ, ვაუ, არა, ეგრე არ არის. დედას გებიცე, მე არაფერი გამომიძახებია. ვინ გადაიხდის, რას გადავიხდი, ერთი თეთრი არა მაქვს ჯიბეში. არ გაბრძანდებოდით. აბა რა იყო? რა იყო? და რა იყო რა? როგორ? ანუ დაგირეკეს რა, ხო და შაურმა გამოიძახეთ, ხო და კარებთან მოგივიდა. სულ განგაში, სულ გამოძახება. ფრენკი. ვიღაცა გაფრენკა და გამოვიშვა ჩემთან შაურმა, რომელიც არ გამომიძახია, თეთრი ჯიბეში შევიდებს და მიერეკავს კურიერი თქვენი შაურმა მოსულიო. ხო ეგრეა? ხო. და შევასრულეთ ძალიან ამაზაზე ჩემი აზრით. რა? ხო. ისე კომენტ დაწერეთ კომენტარებში, რომელმა უფრო შეასრულა ეს დავალება რა? აი დატრიალების garaშე. მე ვფიქრობ საბა. იმიტომ რომ მე მსახიობის არაფერი გამიგება. მან შეასრულოს კიდეც უნდა, იმიტომ რომ ვალდებულია მსახიობა თუ უნდა ეგრეა. კარგი, ჩვენ განვაგრძოთ, ცოტა წავიმაიმუნეთ, ასე ვთქვათ, გავერთეთ. დავატრიალოთ ისე. მე ვარ ხო? ეხლა თვითონ დატრიალება დავატრიალო? თუ არა? 3 მე, 3 შენ. 3 შენ, 3 მე? კარგი იყოს 3. ჯერ შენ დაიწყე. შენ დაიწყე და მე ვიწყებ. მოქმედება. ეცადე დადგე თავზე, არანაირად არ ვაპირებ. კაი. არანაირად არ ვაპირებ თავზე დადგომას. კარგი, ეხლა მე არა, შანსი არა, მე მასვე შევასრულებ, გამორიცხე. კარგი, მე უნდა მოგიფიქრო დავალება ეხლა და თუ ვერ შეასრულებს რა, ერთს ვერ შეასრულებ და მე მოგიგებ რა. არა, ერთით გადაგისწრებ და თუ მე შემეშალო, მაშინ ფრედამ. კარგი, თქვი. კაი. ფიქრობ. მოდი, გავაკეთოთ ეს, გააკეთებ ბაყაყი. ხელით. ბაყაყი? აი ესეთი უნდა გააკეთო. ნახე, ასე ქენი. ხო. მერე ასე. აჰა. მერე ასე. ვიცი. ეგეთი მინდა? არა, ჩემი თქვი გავაკეთე. კაი, ასე.
მერე? ასე, ასე? ასე, ასე? ასე, ასე? ასე. ასე? აია? არა. არ აი, მეგობრებო. გამოგივიდა. არ გამოგივიდა. არ არის. ან ეს გავს. გველს ეძახის ზოგი. და მე შევასრულე ანუ? ვერა. ეს არის. ან უნდა გამეკეთებია შესავით? ხო, ზუსტად უნდა იმეკეთები. მე ვეცადე ღმერთი ამოწავე, მე ვეცადე დავიზარია ამის გაკეთება. კარგი, ახლა შემდეგი. დაგაკეთე. ახლა მინდა შენ უნდა დაწყიო, ხო? არა, ეხლა შენ ხარ ისე სამში დაწყევ და მე ვისაჯი. კაი. მე საბა. აი მეგობრებო, საბა შერია. სიმართლე თუ მოქმედება? სიმართლე. რა გაგდებთ უხერხულ სიტუაციაში? აჰა. რა მაგდებს უხერხულ სიტუაციაში? მიერო? რა მაგდებს უხერხულ სიტუაციაში? უცოტა кайჩოჩი რო. მაგალითად სკოლაში შევეხები და რომ მივალ სკოლაში და გაკვეთილი რო არ ვიცი. არის ეგეთ შემთხვევა? არ ყოფილა, მაგრამ არა? ეგეთ შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში მაშინ ჩავარდებოდი. ისი ყოფილა შემთხვევა გაკვეთილი რო არ იცოდი? კი. მასე ყველას მოუვიდა. და უხერხულში გზნო დავს, ხო? ხო. არა, ის სხვა შორის ტრაბახი არ მინდება რა. კარგად სწავლოს, სკოლაში არ სწავლოს, ნამდვილად ცუდად ხანდახან ხდება ხოლმე რომ გაკვეთილი არის ოდესმე ადამიანმა ეს ყველას მოუვა, არ არის პრობლემა. კარგი, ხა ისევ ჩემია, ხო? ხო. კარგი. და მე რა იდეები. საბა გახლავთ? სიმართლე თუ მოქმედება? მოქმედება. მოქმედება. მაიკლ ჯექსონივით იცეკვეო. აი, იმას გავაკეთე, მაგრამ არ გამოჩნდება, ფეხებიც ვაკეთე. ხელებითაც შეგვიძლია. ეხლა ამას ვერ გავაკეთე. ნამდვილად. ხო. კარგი, ჩავთვალოთ. მაგიდასთან როგორ უნდა გააკეთოს. გამოდის, მაგრამ ეხლა ვიდეოში ეხლა შენ ჯერია. მე ჩაგითვლი არა უშავს. ბატონი ირაკლიშერია? შემიჯერია მეგობრებო, აი. სიმართლე თუ მოქმედება? სიმართლე. მოდი ისე მოქმედება იყოს. გააკეთე moonwalk-ი. Moonwalk. არა, ვერ გავაკეთებ შენ. moonwalk ხელებით. არა. ვერ გავაკეთებ, შეგიძლია შენ მითხრა გავაკეთებ. როცა მე ამას ვერ ვასრულებ, მაშინ ისი ის არის. აი, გააკეთე ისე, რომ საქარას ერთ-ერთი სცენა. პატარა სცენას ვიძა მაშინ. საქარა არის ახლა. მეფესა რომ გიტყვი ხა. ჩხიკვთა ქორწილიდან ეს ასრულებს საქარას როლს სპექტაკლში ჩხიკვთა ქორწილი არაერთხელ მაგ ნანახი, მაგრამ ეხლა ვთხოვს რომ მე შევასრულო მისი როლი. მიდი აბა. გადმოსახდი გოგო ჩვენსაც ბეცმაცნე სარატელსა. ეს რა? გავაჩახე გოგო ქორწილს და ვახმე ის ნეტა ბიჭურა გინდას მე უკვე თქვი ვახმე და აჰა. კარი. გადმოსახდი გოგო ჩვენსაც ბეცმაცნე სარატელსა. გავაჩახე გოგო ქორწილს. აი მე მაინც მაგით არ მინდა სამომეცი. ნეტა ბიჭო რა გინდა? ვახმე. იგრეა? მე უფრო კარგად ასრულებ. რა თქმა უნდა შენ უფრო კარგად მე ყვირი და ვიტყვი. აპლოდისმენტები ბატონი ირაკლის არაჩვეულებრივი შესრულებისათვის. ოსკარი მინდა. არა ნორმალი შესრულებული. კი. რაც შემეძლო გავაკეთე, მსახიობი არა ვარ. ძალიან. არ შეხება მქონია შენ ჯერია? ხო. მეორე თუ მესამეა? ეს არის მეორე. მედი აბა. შენ ისევ მე და ისევ შენ. თუ ორდე. სიმართლე იყოს. რაზე ხელავ ყველაზე მეტად. აკეთო საქმე სწორად თუ აკეთო სწორი საქმე? ვახ. აბა. ცოტა მე მგონი ორივეზე. არა, ორივეზე არა. სწორი საქმის კეთებას ვცდილობ რომ სწორი საქმე ვაკეთო ყოველთვის და სწორად ხოლმე, მაგრამ უფრო პირველი ალბათ, იმიტომ რომ ვაკეთო საქმე სწორად. ეს უფრო პასუხისმგებლობაა და უფრო ეგ არის, ხო? რასაც ვაკეთო სწორად, კი ბატონო. პასუხი გავეცი, დაადრიალე. აბა ვინ არის? ვინ არის აბა? შენ რა თქმა უნდა. ესე იგი ფინალური ათლა ჩემია. ხო. რადგან სიმართლე და მოქმედება წითელზე რატო გავჩერდით? იყოს მწვანე 3-2-1. იმღერე რამე და მოიქეცი ისე თითქოს გიტარაზე უკრავ. Okay, my friend. მოკლედ მეგობრებო, ამით დავასრულეთ თამაში. ჩემი ამ ასე ვთქვათ, გიტარის იმიტაციით.
და იმღერე რამე და ამიტომ გიტარაზე უკრავ. დავიდა. ჯან 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 ჯან. შევიდეთ დრამზე უკრავ. დავიდა. We all keep smoking motion. Smoke on the water. Fire in the sky. So, again, hold on. კი. შესრულდა დავალებები? კი. აბა დაარტყელი. მოგიგე. შვენიერი იყო მე მგონი. კარგად ვიხუმრეთ, კარგად მაიმუნეთ, ჭყალებში მაიმუნობა რა თქმა უნდა. მოკლედ მეგობრებო, ასე გავერთეთ. გადმოიწერეთ ეს აპლიკაცია. არინალებთ სიმართლე და მოქმედება. კარგი გასართობია, ცუდი რა არის. მოკლედ ჩვენი დღევანდელი სიმართლე და მოქმედება ასე დამთავრდა, ასე მხიარულ ნოტაზე. კარგად გავერთეთ ორთავე. მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოგზაური მამაშვილი და წინ უფრო და უფრო სახალისო და კარგი ვიდეოები გელოდებათ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ პირველ რიგში გეტყვით, რომ ისე ვიტყვი, რომ სპონსორი ჩვენი არის Marine Motors-ი და გამოიწერეთ არხი, თუ მოგეწონათ დალაიქეთ ვიდეო და დაგვიწეროთ კომენტარებში ვისი გამოსვლა უფრო კარგი იყო, ვისი როლში შესვლა უფრო კარგი იყო და მოგეწონათ თუ არა მსგავსი კონტენტი და კიდე გავაკეთოთ თუ არა მსგავსი სამხიარულო კონტენტი და თან არ დავიცდეთ რომ 500 გამომწერზე თუ ავალთ და ავალთ დარწმუნებული ვარ რომ ჯერა ამის, ჯერა ჩვენი გამომწერების, ჯერა ჩვენი მაყურებლების და 500 გამომწერზე ჩვენ გავაკეთებთ არაჩვეულებრივ ძალიან მაგარ ჩელენჯს. ასე რომ მიაქტიუროთ მეგობრებო, ავიდეთ 500 გამომწერზე და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ გიყურებთ. აბა დროებით, შეხვდებით შემდეგ კონტენტზე.